ნებისმიერი ხილი რომ გაჭრათ შუაზე და დააკვირდეთ, კურკების ადგილას არის გამოსახული ქალის რეპროდუქციული სისტემა და კიდევ 5 კურკა. პირამიდა, წვერით ზევით კაცია, წვერით ქვევით ქალი და ერთმანეთზე დადებული გამოდის 5-ქიმიანი ვარსკვლავი. ნებისმიერი ხილი, თუნდაც ავიღოთ ვაშლი, არც ერთი არ არის ერთნაირი, არ არსებობს ბუნებრივად მოყვანილი ხილი იყოს ერთნაირი. ჰიბრიდებზე არ ვამბობ, იქ კიდევ სხვა თემაა და თუ გინდათ თქვენ თვითონ გააგრძელეთ თქვენს თავში ამ კონცეფციაზე, რასაც ახლა ვსაუბრობთ, ამაზე შეგიძლიათ მე გადაიყვანოთ ჰიბრიდებზე, თუნდაც ანუ ადამიანებზე შეგიძლიათ იგივე გადაიყვანოთ და იპოვით კიდე სხვა მინიშნებებსაც. თითქოს ხომ ერთნაირები ვართ და მაინც სხვადასხვანაირები და ჩვენი ნახევარიც ერთია. ანუ რის თქმა მინდა ერთი ნაყოფი გაჭრილი შუაზე, ავიღოთ, ანუ ვაშლზე საუბარი, ერთი ვაშლი რომ ავიღოთ და გავჭრათ შუაზე და მეორე ვაშლიც რომ ავიღოთ და გავჭრათ შუაზე, იმის ნახევარი და ამის ნახევარი ერთმანეთზე არ მივა. ანუ ზუსტად ერთნაირად ვერ ჩაჯდება, როგორც თავისივე ნახევარი. შეიძლება გავდეს მეორე ნაყოფის გაჭრილ ნახევარს. ანუ ეს იქნება მონათესავე. იგივე ხიდან. თუ არ გავს საერთოდ, ანუ ეს იქნება კარმული. ანუ იგივე შეგვიძლია გადმოვიტანოთ ადამიანებზე. სტრუქტურა ყველაფერს აქვს ერთი და იგივე. ყველგან მინიშნებებია აბსოლუტურად.